დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, არის 6 გვერდიანი და ის უკვე დაეგზავნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და მათ დელეგაციებს და ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული ქართული ოცნების ნაბიჯები, რომელმაც დააშორა ქვეყანა ევროკავშირს და ასევე განხილულია ის ქმედებები, რითაც უპასუხა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ქართული ოცნების პოლიტიკას. ეს დოკუმენტი იქნება ერთგვარი გზამკვლევი ევროკავშირის პირველი დიპლომატებისთვის, რომლებიც ხვალ შეიკრიბებიან და საინტერესოა ამ დოკუმენტის ერთი ჩანაწერი, სადაც სამომავლო ქმედებებზე არის ყურადღება გამახვილებული. კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დოკუმენტით, რომ კონკრეტული სია არსებობს და მისი ინიციატორი არის კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და 13 კაციანი სია, რომელიც დეკემბერში არსებობდა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების, ასევე ამ სიას დაემატა კიდევ 2 ადამიანი მოსამართლეების და მათ შორის ერთ-ერთი არის ნინო გალუსტაშვილი ჩვენი ინფორმაციით და დღის წესრიგში ხვალ ამ სიის განხილვა იქნება ისევ და პერსონალურ სანქციებს მოითხოვს კაია კალასი, ასევე კანდიდატის სტატუსის ფორმალურად შეჩერებაც განიხილება, როგორც ჩვენ გავიგეთ ამ დოკუმენტიდან და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაც ამ შემთხვევაში იქნება ქართულ ხალხსაც გავრცელდება ეს სანქცია, თუმცა ამ შემთხვევაში რიკარდ ჯოზვიაკი ავრცელებს საინტერესო ინფორმაციას, რომ ევროკომისია კიდევ ერთხელ გამაფრთხილებელი განცხადებისთვის და წერილისთვის ემზადება ქართული ოცნების მისამართით, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს საფრთხე ბოლომდე არ არის, ის მხოლოდ და მხოლოდ განხილვებია ამ საკითხზე და მაგალითად შვედეთი არის ინიციატორი, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თუ პროცესები ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. რიკარდ ჯოზვიაკი გვიდასტურებს იმას, რომ ეს წერილი შესაძლოა თუნდაც დღესაც კი გამოქვეყნდეს და უბრალოდ უვიზო რეჟიმის ნაწილში ჯერჯერობით პოზიციები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და განწყობები ზოგადად ევროკავშირში არის ასეთი, რომ თუ ვიქტორ ორბანის უნგრეთი არ დაბლოკავს პერსონალურ სანქციებს, ამ შემთხვევაში უვიზო რეჟიმის ნაწილშიც სანქციები აღარ გავრცელდებოდა, მხოლოდ პერსონალური და თარგეტირებული სანქციები და დაწესდება ქართულ ოცნებაზე და მოსამართლეებზე. უმაღლესმა წარმომადგენელმა შემოგთავაზა სანქციების 2 პაკეტი გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში. სულ შემოთავაზებული იყო მომიტინგების წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების 13 სახელი და გვარი. 2025 წლის ივლისში ევროპის საგარეო საქმეთა საბჭომ შემოგთავაზა 2 ახალი სია, რათა რეაგირება მოეხდინა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე. საბჭოში გრძელდება დისკუსიები ამ წინადადებებზე გადაწყვეტილების მისაღებად. უნდა გაგრძელდეს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების შეჩერება, გარდა იმ ჩართულობისა, რომელიც მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნაზეა ორიენტირებული. საქართველოს რეგიონულ პროგრამაში მონაწილეობა უნდა გადაიხედოს. შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დამატებით განიხილონ ფიზიკური პირების წინააღმდეგ ქვეყანაში შესვლის აკრძალვები. ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილობრივი შეჩერება. ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის დარღვევის საფუძველზე. გაფართოების გზასთან დაკავშირებული ნაბიჯები, როგორიცაა კანდიდატის სტატუსის შეჩერება, განისაზღვრება შესაბამის ფორმატში. The European Commission is preparing a warning letter to Tbilisi. ევროკომისია ამზადებს გამაფრთხილებელ წერილს თბილისისთვის და ეს წერილი მოიცავს გაფრთხილებას, რომ თუ ისინი კურსს არ შეიცვლიან, ევროკავშირი განიხილავს ვიზების ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს. როგორც აღნიშნე, ეს არ არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი ახლა ამას ახსენებენ. ეს რა თქმა უნდა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროპის საგარეო სამსახურმა განაცხადა, რომ ვიზების შეჩერების საკითხი ძალიან აქტუალურია და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა განიხილეს ეს საკითხი. განსაკუთრებით შვედეთია მომხრე, რომ ვიზების შეჩერების საკითხი განიხილონ ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ რაიმე გაუმჯობესება არ იქნება. ასე რომ ვიზების შეჩერება ახლა არ მოხდება. შეიძლება ეს საერთოდ არ მოხდეს, მაგრამ ახლა ამაზე ბრიუსელში ბევრგან საუბრობენ. გზაობა სულ უფრო და უფრო იზრდება თუ საქართველო არ შეიცვლება. პერსონალური სანქციები არის მთავარი, რაც ხვალ განიხილება ევროკავშირის პირველი დიპლომატების დახურულ შეხვედრაზე და კაია კალასი 15 კაციან სიას წარადგენს. მათ შორის ჩვენ მოგიყევით უკვე ამ ადამიანების შესახებ ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და მოსამართლეების სანქცირებას ითხოვს ჩვენი ინფორმაციით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ვიქტორ ორბანმა ამ შემთხვევაში დაიხიოს უკან და თუ ორბანი დაიხევს
დროს უკან სლოვაკეთი წინაღობა აღარ იქნება და ერთობლივი გადაწყვეტილებაც იქნება ძალაში შესული. დღეს ევროკომისიის ბრიფინგზეც დაისვა კითხვა საქართველოსთან დაკავშირებით, ვინაიდან მეორე საკითხია ხვალ საქართველოს და დიდი მოლოდინები არსებობს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა შეუძლია, რა არსებობს, რის თქმა შეუძლიათ ახლა ევროკომისიაში, სწორედ ასე იყო კითხვა დასმული პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა წინასწარ ევროკომისიაში ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. It's about Georgia. Tomorrow ხვალ საქართველოს განხილვისაგან იქნება საგარეო მინისტრების საბჭოზე. ელოდებით, რომ სპეციალური ზომები იქნება მიღებული საქართველოს წინააღმდეგ. გულისხმობ სანქციებს. ითქვა, რომ შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ მოსამართლეებს ან კიდევ სხვებს. გააქვთ რაიმე სათქმელი ამის შესახებ? რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოვითმინოთ. ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ დისკუსიების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განიხილება. საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაძლო ზომებს, რომელიც შესაძლოა იქნას მიღებული. ბოლოს მე კიდევ ერთხელ მივუთითებ იმ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით 11 ივლისს გამოქვეყნდა. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა 17 სახელმწიფოს და პლუს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, სადაც ქართული ოცნების პოლიტიკა არის შეფასებული როგორც ავტორიტარული და ასევე ანტიდასავლური და მოწოდება იყო პირდაპირ ქართული ოცნების მიმართ, რომ პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, კანონები უნდა გაუქმდეს, დრაკონული კანონები და ასევე ეროვნული დიალოგი უნდა აწარმოოს ქართულმა ოცნებამ და ბოლო ინფორმაციას გეტყვით ამ განცხადებას ცოტა ხნის წინ შეუერთდა ავსტრიაც.